უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. ქართული ოცნება გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით იწყებს. რეპრესიული ცვლილების მიხედვით ოცნების მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. თანხმობისთვის 10 დღიანი ვადა განისაზღვრება. გადაწყვეტილების გასაჩივრება კი მის მოქმედებას არ გააჩერებს. პროექტით ასევე შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი. გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადოს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება. ქართული ოცნების კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს. სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე. საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.